მეგობრებო, ახლა ვარ ტაილანდში და პატარა ნავებით გაგვასეირნეს კანიონზე. და დავთვალიერეთ აქაურობა ძალიან ლამაზია და გამახსენდა მარტვილის კანიონი რა. და სულ იმას ვიძახი ხოლმე, რომ აქ არის ფიქრობთ ახლა რომ აქაურობას ვაკნინებ, მაგრამ რა მაგარი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა ვართ, რა ლამაზი ბუნება გვაქვს. ყველაფერი ძალიან მაგარი, წარმოიდგინეთ 3 საათში შეგიძლია ბარიდან თაში ახვიდე, ზღვაზე წახვიდე, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს და როგორ არ ვუფრთხილდებით რა. ანუ ჩვენ ქართველები თავაწევლები უნდა დავდიოდეთ იმის გამო, რომ გვაქვს ასეთი ბუნება, ასეთი კულტურა, მაგრამ თავი უნდა ჩავხაროთ მაშინ, როდესაც გაივლი და დაბინძურებულ ბოთლებით სავსე კანიონზე შეხვალ ან მდინარეზე და ასე ამ მდინარესთან ჩამოჯდები და იქ ვიღაცების ნაჭამ ნასვამ იმეებს რა ქვია საჭმელს და ნარჩენებს შეფეთები და მოკლედ საშინელებები ხდება რა და არ ვიცი გავუფრთხილდეთ ბუნებას არავიზე ნაკლებები არ ვართ უბრალოდ მოფრთხილების კუთხით გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა ანუ არაფერს არ უფრთხილდებით და უბრალოდ ახლა რომ დავსეირნებდი გამახსენდა საქართველოს ჩვენი კანიონები ულამაზესი ადგილები და ამაზე დავფიქრდი რა და რა ვიცი რატო არ უფრთხილდებით ჩვენ ქვეყანას ამიხსენეთ ვინმემ და მითხარით რატო არის ყველგან აგავ